შაბათს განვითარებული მოვლენების ფონზე საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკა უცვლელია. ბრიუსელიდან და ევროპის ცალკეული ქვეყნებიდან თვითმმართველობის არჩევნების გარშემო შეფასებები საკმაოდ მწვავეა. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრას და ღობის მორღვევას, ძალადობრივი ქმედებები კონკრეტული ფაქტის მითითების გარეშე ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებაშია ნახსენები. გმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ყველა მხარისგან, ასეა ფორმულირებული შეფასება. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაში ხაზგასმულია დიალოგის საჭიროებაც. ევროკავშირიდან ხელისუფლებას პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ მმართველი გუნდი ევროკავშირის პრეს-სპიკერს ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას ახსენებს და ძალადობრივი გეგმის მხარდაჭერაზე მიუთითებს. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ქართული ოცნება სწორედ ცალკეული საერთაშორისო პარტნიორებისგან წახალისების შედეგად აცხადებს. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩაში. ევროკომისიის პრეს-სპიკერის მიერ 10 დღით ადრე გაკეთებული ეს საჯარო განცხადება ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის მხარდაჭერის ათვლის წერტილად იქცა და ის ვერ შემდგარი რევოლუციის შემდეგაც გრძელდება. პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის და ორბელიანის მოედანზე განხორციელებული ვანდალიზმის მხარდამჭერთა სიაში მოქმედი მაღალჩინოსნებიდან არიან რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოვის პრეზიდენტი და ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. სხვადასხვა აქცენტი იკითხება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ მათივე სიტყვებით უსაფუძვლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას, თუმცა არ აკონკრეტებენ ვის მოიაზრებენ მასში. აგრეთვე მოუწოდებენ დაცული იყოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტიკისგან თავს ამ შემთხვევაშიც იკავებენ. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს კი განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარებულად აცხადებენ. უფრო ზუსტად ფიქრობენ, რომ რეზონანსული გამჭვირვალობის კანონის, აქტივისტებისა თუ პოლიტიკოსების პატიმრობის და არსებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში არჩევნები კონკურენტუნარიანი ვერ იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის პროცესს 30-მდე ქართული და 30-მდე უცხოური ორგანიზაციები აკვირდებოდნენ, ამ სიაში ეუთო ოდირის მისიისა და ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მათივე სურვილით არ მონაწილეობის გამო პროცესის გამჭვირვალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. არჩევნებთან დაკავშირებით თითქმის იგივე შინაარსი იკითხება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაშიც. იგივე თქვა ევროკომისიის პრეს-სპიკერმაც. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ. ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაცა კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. როდესაც ევროკავშირის პრეს-სპიკერმა გააკეთა განცხადება, ხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის დამხობის სპეცოპერაციას. ეს ოპერაცია ჩაუვარდათ ისევე როგორც სხვა წინა ოპერაციები და გამომდინარე აქედან ეხლა ისე ვიწყებენ ქართველი ხალხის არჩევანზე შეტევას. ამიტომ ეს განცხადება არის სამარცხვინო განცხადება. როდესაც შენ არჩევნებს, რომელიც ღიად თავისუფლად ჩატარდა და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დამხობისკენ მოუწოდებდნენ, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და საერთოდ დემოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მათზე ხმას არ იღებ. კალასის და კოსის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების დასასრულს კი გარეაქტორებისგან ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად იკითხება დიალოგის აუცილებლობის შესახებ ჩანაწერი. კალასის და კოსის რეკომენდაცია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგეს. გარდა ამისა, ყველა მხარეს მოუწოდებენ ძალადობისგან თავშეკავებისკენ. მაშინ, როდესაც პოლარიზებულია არა მხოლოდ პოზიცია-ოპოზიციის ველი, არამედ ამ ველის ოპოზიციური შრეებიც არ კონკრეტდება, როგორ უნდა მოხდეს მათი ერთ მაგიდასთან გადანაცვლება. 1 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატების გაუქმებით დიალოგზე უარი კატეგორიულად თქვა და ქუჩაში გადაინაცვლა. პოლიტიკურ ბოიკოტს ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს 2 მათგანი, 2 მათგანმა კი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით პოზიცია შეარბილა. ლელო და გახარია საქართველოსთვის პარლამენტისგან განსხვავებით ამჯერად საკრებულოს მანდატებზე უარს აღარ იტყვიან. აქვთ თუ არა მათ დიალოგის მზაობა, პასუხები ასეთია.
ევროკავშირის მოწოდება ყოველთვის არის დიალოგისკენ და ჩვენ სწორედ ამიტომ ვაფასებთ განსხვავებით ქართული ოცნებისგან ევროკავშირის როლს ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფაში. ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ ევროკავშირი არის, არ ვიცი, გლობალური ომის პარტია და deep state და ამიტომ არ მგონია, რომ ქართულ ოცნებას აინტერესებდეს ევროკავშირი, მოუწოდებს თუ არა მათ დიალოგისკენ და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ვართ და ვიქნებით ევროკავშირთან საქართველოს ინტერესების დასაცავად ურთიერთობების, ასე ვთქვათ, გაღრმავების და მათი ყველა რჩევის მოსმენის ხარდამჭერი. დიალოგს ჩვენს ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ აქ მთავარი არის ვის შორის შედგება ეს დიალოგი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, პასუხისმგებლობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აუღია, არც ერთ პოლიტიკოს არ აუღია. სულ ჩხუბში ვერ იქნები. ქართულ ოცნებას კი დაიღლება მე მგონი სულ ჩხუბით. და შესაბამისად, როცა ადამიანები ჩხუბობენ, მე იწყება ლაპარაკის რეჟიმი. იაგო ხვიჩია, რომლის პარტია გირჩი 1 წლის წინ არჩევნების შედეგად პარლამენტს მიღმა დარჩა, თუმცა 2 დღის წინ საკრებულოს წევრობისთვის დაწესებული ბარიერი გადალახა, ირიბ მინიშნებას აკეთებს, რომ დიალოგი არც ისე შორსაა. რას ფიქრობენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ ოპოზიციაში გვარამია მელია გირჩი დროას ერთობაში უცნობია. ნაციონალურ მოძრაობაში კი როგორც ჩანს, ისევ რადიკალური მეთოდების მომხრედ რჩებიან და დიალოგზე არათუ თავად, არამედ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირშიც არ ფიქრობენ და ამით ირიბა დადასტურებენ მმართველი გუნდის განცხადებას, რომ რევოლუციურ სცენარს მხარდამჭერები ბრიუსელშიც ჰყავს. ევროკავშირის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც პირველი დღიდან ვამბობდით, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო ეგრეთ წოდებული არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა. იყო გაყალბებული და 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით. მართლ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციამ არცებითად უნდა შეცვალოს თავიანთი დამოკიდებულება ვინაიდან ამომრჩეველი პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით გაზრდილია და რადიკალიზმი არ სურს. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას უჭერდნენ მხარს და ვერ ახერხებენ ძალადობის დაგმობას, რაც გეგმა ჩაუვარდათ. ევროკავშირში ვისაც რა გეგმა არ უნდა ჰქონოდა, ესენი რომ სუფთა ოპოზიცია ყოფილიყო. დღეს საქართველოს ვიქნებოდით, რა ვიცი, ჩვენს ბზეს დაიფიცებდნენ. მაგრამ ამათი აესეთების მეშვეობით ახერხებენ საქართველოზე ზეწოლის გაგრძელებას. იმდენად ცალსახა იყო ის პროცესი, რაც ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ, იმდენად ცალსახა იყო ძალადობა ამ ჯგუფების მხრიდან, რომ მათაც კი გაუჭირდათ ძალიან ესე მკაფიოდ მთავრობისკენ თითის გაშვება. როდესაც ეს ევროკავშირი ბრიუსელის დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს, რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვისაც, რომ აღვადგინოთ ნდობა ერთმანეთში და ნორმალიზება მოვახდინოთ ამ ურთიერთობების. რამდენად რეალისტურად ჟღერს მოწოდება დიალოგის შესახებ იმ ფონზე, როცა ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგს გამორიცხავს და მის დამხობას აორგანიზებს. მმართველი გუნდი კი ამ პროცესში სწორედ ევროპელი ბიუროკრატების კვალსაც ხედავს. ის რომ დამხობის ორგანიზატორებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის აღებას სცადეს, შემთხვევითი არ არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილი იხსენებს, რომ იგივე ოპოზიცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად დღემდე აღიარებს მიხეილ ყაველაშვილის წინამორბედ სალომე ზურაბიშვილს და სასახლის აღების შემდეგ ეჭვი აქვს, რომ გეგმის მიხედვით პრეზიდენტის სკამი სწორედ მისთვის იყო განსაზღვრული. მით უფრო იმ ფონზე, რომ სალომე ზურაბიშვილი თანატარებს პრეზიდენტის დროშას, რაც საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური სიმბოლოა. პაპუაშვილისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ყოფილ პრეზიდენტს ამ სიმბოლოთი გარემოცულ სივრცეში ხვდებიან ელჩებიც. რა თქმა უნდა, ელჩების მხრიდან პრეზიდენტის სტანდარტის არალეგიტიმური გამოყენების წაყრუება მიუღებელია. ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ამგვარი შემგუებლობა რადიკალებისა და ექსტრემისტების წახალისებას ემსახურება, თუმცა უშედეგოდ. მათთან ვერ გააცნობიერეს თავიანთი როლი, თუნდაც ამ გამიზნული სიმბოლური აქტის ვერ შემჩნევით, რადიკალიზმის წახალისებაში ან მიზანმიმართულად იყვნენ ამის მონაწილე. ფაქტია, რომ ამ ორიდან არც ერთი ვერსია მათზე კარგს არაფერს ამბობს. სწორედ ასეთმა მიდგომამ უბიძგა ექსტრემისტებს გაეკეთებინათ ის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ეს ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რადიკალებმა
მიზანში პრეზიდენტის სასახლე ამოიღეს. ზურაბიშვილის მხრიდან ფარული მხარდაჭერის ფონზე უცხოელი ოფიციალური პირების მიერ თვეების განმავლობაში მისი როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას კი როგორც ჩანს თავისი როლი უნდა ეთამაშა. გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და ამით რევოლუცია დაეწყოთ. ნიშანდობლივია, რომ რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს ამ მომენტამდე არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. თუმცა ახლა მხოლოდ დაგმობა საკმარისი აღარ არის. მათაც უნდა გაიაზრონ მომხდარზე პასუხისმგებლობა, რადგან მათ შორის გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა. 4 ოქტომბრის თარიღის იმ ნაწილს, რაც ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას ეხებოდა, ქართული ოცნება გარედან წახალისებულ გეგმას უწოდებს, რომელიც ეგრეთ წოდებულ აგენტ ოპოზიციას ამჯერადაც ჩაუვარდა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების ნაწილს, მის შედეგებს მმართველი გუნდი 1000 დამკვირვებლის პირობებში სადავოდ არ მიიჩნევს. ეუთო ოდირის არ ჩამოსვლას კი ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი ბულინგის თავიდან არიდებით ხსნის.